მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლები მე-17 საუკუნის საქართველოს ტრაგიკული ისტორიის ორი მნიშვნელოვანი ეპიზოდია. მარტყოფში ქართულმა მხედრობამ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. მარაბდაში დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ორივე ომი ქართული იარაღის ძლევამოსილებასა და მხედრული ნიჭის უკვდავებას უკავშირდება. შაჰ-აბასისთვის მარაბდის ომი გამარჯვების კი არა, მარცხის ტოლფასი იყო, რადგან თითქმის მთელი ჯარი გაუწყვიტეს ქართველმა მეომრებმა. თუ საბოლოო გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ, ამაში დამნაშავე ჩვენი მუდმივი სენი, თავკერძობა, შიდა დაპირისპირება, უნდობლობა და სიხარბეა. მარტყოფისა და მარაბდის ომებს ეპოქალური მნიშვნელობა აქვს. ქართველი ხალხის გამოჩენილმა გმირობამ, თავგანწირულმა სულისკვეთებამ აიძულა შაჰ-აბასს პირველი ხელი აეღო მზაკვრულ გეგმაზე, რაც აღმოსავლეთ საქართველოს ქართული მოსახლეობის აყრას, სპარსეთში გადასახლებასა და ამ მიწაზე ირანული ტომების ჩამოსახლება, დამკვიდრებას ისახავდა მიზნად. ამ ჩანაფიქრის აღსრულებისას შაჰი მოღალატე ქართველების გამოყენებასაც ფიქრობდა. მათ შორის იყო მის კარზე შეხიზნული სარდალი, რჩეული სამხედრო ნიჭით დაჯილდოებული თბილისისა და დვალეთის მოურავი გიორგი სააკაძე.